მე არაერთი განაცხადებია, რომ ჩვენს ხელისუფლებას სამწუხაროდ არ აქვს არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკა და ქვეყანა პრაქტიკულად კატასტროფისკენ მიექანება. ამის დასტური, ვისაც დანახვა უნდა, სამწუხაროდ არაერთხელ გამოჩნდა, დღეს მართლაც საგანგაშო ინფორმაცია გავრცელდა საინფორმაციო საშუალებებზე. მე მაქვს მხედველობაში საგარეო საქმეთა მინისტრის ქალბატონი თამარ გელუჩაშვილის განცხადება, რომელიც მართლაც ვისაც ელემენტარულად ესმის საგარეო პოლიტიკა, განგაშის ზარის ნიშანი უნდა იყოს. ქალბატონი თამარ გელუჩაშვილი თავის განცხადებაში ადასტურებს იმას, რასაც მე არაერთხელ ვსაუბრობდი, რომ რუსეთთან ბაზრის გახსნა, თუნდაც იმ მცირე მოცულობით, რა მოცულობითაც გაიხსნა, ეს იყო დროებითი მოვლენა და მე მინდა კიდევ ერთხელ ყველა იმ ადამიანს ვუთხრა, ვინც ქართულ ოცნებას იმედის თვალით შესქეროდა, რომელმაც ვაფრთხილებდი, რომ ეს ბაზარი ძალიან მალე დაიკეტებოდა, თუ არ იქნებოდა სრულმასშტაბიანი მოლაპარაკება, დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ დროებით ვაჩერებთ რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე დიალოგს, მას აზრი არ აქვს, რუსეთს ნებისმიერ მომენტში შეუძლია ისევ აამოქმედოს ემბარგო. მაგრამ ეს ნაკლები უბედურებაა იმასთან შედარებით, რაც შემდეგ მოდის განცხადებაში, რომელსაც ქალბატონი თამარ გელუჩაშვილი, ესე ძალიან საყურადღებოა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან აკეთებს. ის ამბობს, რომ სეპარატისტულ რეგიონებში საქართველოში რუსეთის მხრიდან ძალების გაძლიერება ინტენსიურად მიმდინარეობს, რაც ადვილი შესაძლებელია ესე იყოს, და ქალბატონი გელუჩაშვილი აცხადებს, რომ შემდეგი ნაბიჯი ოსეთი იქნება, არსებობს იმის ნიშნები, რომ შესაძლოა გამეორებული იქნეს ყირიმის მსგავსი სცენარი და განხორციელდეს სამხრეთ ოსეთის ანექსია. აქედან გამომდინარე, მას მიაჩნია, რომ რუსეთთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს, დიალოგი რუსეთთან უნდა შეჩერდეს და მოლაპარაკებების ყველანაირი პროცესი უნდა გაიყინოს. პატივცემულო მეგობრებო, ეს არის ფაქტიურად ოფიციალური გამოცხადება იმისა, რომ ჩვენ ვეგუებით შესაძლო განვითარებას სცენარებისა, ბოლო იმედს მოლაპარაკებებისა ვხურავთ და ვუყურებთ ჩვენი ქვეყნის შესაძლო განადგურების, რეალური განადგურების პროცესს. მაშინ, როდესაც ეხლა ბატონმა ვეჟბოვმა სულ რამდენიმე წუთის წინ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის არ აპირებს რუსეთისათვის იარაღების მიკერებას, რუსეთთან ურთიერთობა რთულია, მაგრამ იმ საკითხებში, რაც შედის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში, მაგალითად ირანის ბირთვული პროცესი და პროგრამა, ამ მოლაპარაკებებში ისინი რუსეთთან ურთიერთობას აღწევენ. ამავდროულად ევროკავშირში მიმდინარეობს შემდეგი პროცესი. მართალია სანქციების პირველი პაკეტი ევროკავშირმა გააგრძელა, მაგრამ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არის სიმბოლური სანქცია, როდესაც კონკრეტული თანამდებობის პირებს ევროპაში შესვლა ეკრძალებათ, ხოლო რაც შეეხება ეკონომიკურ სანქციებზე, ევროკავშირს მოლაპარაკებები რუსეთთან არ შეუწყვეტია და ეკონომიკური სანქციების განახლება არ განუხილავს, ვინაიდან ევროკავშირის ლიდერები თვლიან, რომ ეს სანქციები აზარალებს არა მხოლოდ რუსეთს, არამედ ევროკავშირსაც. რა გვჭირს ხალხმა? ყველა საკუთარ ინტერესებზე ფიქრობს. ყველა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებებს. და ამ დროს, მაშინ, როდესაც ჩვენთვის მოლაპარაკებების პროცესი ერთადერთი ძალიან მცირე, მაგრამ ერთადერთი გარანტია იმისა, რომ იქნებ არ გაგრძელდეს ჩვენი ტერიტორიების დაკარგვის პროცესი, ამ მოლაპარაკებებზეც ვარს ვამბობთ. ეს უკვე არაკომპეტენტურობა არ არის, გამოგრძანდეს მთავრობა და გააკეთოს განმარტება ბატონმა ღარიბაშვილმა, ბატონმა ივანიშვილმა, საქართველოს ხელისუფლებამ. თუ ჩვენ ოფიციალურად ვამბობთ ჩვენს ტერიტორიებზე უარს, მაშინ ამის თაობაზე საქართველოს მოსახლეობას განუცხადოთ პირდაპირ და საქართველოს მოსახლეობამ თავად მიიღოს გადაწყვეტილება. ეგუება 21 საუკუნეში ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვას, თუ აპირებს ბრძოლას იმისათვის, რომ მინიმალური შანსებიც კი ჩვენი ქვეყნის მთლიანობის შენარჩუნების, ჩვენი ქვეყნის პერსპექტივის გამოყენებული იქნეს. ეს არის, რაც მე მინდოდა მეთქვა და მე ვფიქრობ, ყველა იმ ადამიანს, ვისაც ამ ქვეყანაზე გული შედგება და ვისაც ესმის, რას ნიშნავს ეს პროცესი.
მართლაც უმძიმესი რეაქცია აღნიშნულთან დაკავშირებით. თავის ლოგიკა წარმოგიდგენთ, ეს იყო ერთგვარი გაუგებრობა და არასწორი ინტერპრეტაცია მინისტრის განცხადების. თავად მთავრობაში ხო არის გაუგებრობა? არა, რას ნიშნავს არასწორი ინტერპრეტაცია? თუ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ასრს ვერ აყალიბებს, ეს კიდევ მეორე პრობლემაა, თუმცა მე ვიცნობ დიდი ხანია ქალბატონ თამარ ბელუჩაშვილს და მას ნამდვილად აზრის ჩამოყალიბების პრობლემა არ აქვს. მაშინ გაგვარკვიოს ქალბატონმა თამარმა და ეს ის საკითხია, რომელზეც ბატონმა ღარიბაშვილმა უნდა გააკეთოს ახლა კომენტარი და უნდა გვითხრათ, რა ხდება ამასთან მიმართებაში. როცა ლაპარაკია იმაზე, რომ სახელმწიფოს შეიძლება ხვალ კიდევ უფრო მეტი საფრთხე დაემუქროს და ანექსიის საფრთხე დაემუქროს, ამ დროს გაწყვიტო დიალოგი, მაშინ, როდესაც პოროშენკოც კი პირდაპირ დიალოგზე და დიალოგის რეჟიმშია რუსეთთან, ეს არის პირდაპირ სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედება. და პირდაპირ შემიძლია ისიც გითხრათ, ამ ტიპის განცხადებები ჯერ საერთოდ არ უნდა კეთდებოდეს და თუ კეთდება, უნდა კეთდებოდეს საქართველოს დედაქალაქიდან და არა ამერიკის დედაქალაქიდან, ან რომელიმე უცხო სახელმწიფოს დედაქალაქიდან, იმიტომ რომ ბუნებრივია კითხვები ამასთან დაკავშირებით ჩნდება. თუ ჩვენ ნატოს საწვრთნელი ბაზის სანაცვლოდ მზად ვართ აფხაზეთი და ოსეთი დავთმოთ, მაშინ ეს თქვა თქმა მაღლა. ოღონდ მე პირადად, ჩემი თანამებრძოლები, ჩემი შვილები, ჩემი პარტიის წევრები და ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოში ამას არასოდეს არ შევეგუებით და ვიბრძოლებთ, ნამდვილად ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს.